ეს არის ქრონიკა 20 საათზე, ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ. ჯერ ვაყალიბებთ ჩვენ შენობებს და შემდეგ შენობები გვაყალიბებენ ჩვენ. ჩერჩილის ეს სიტყვები საქართველოს პრეზიდენტმა დღეს მშვიდობის ხიდის დათვალიერების შემდეგ გაიხსენა. 156 მეტრიანი თანამედროვე კონსტრუქცია იტალიელმა არქიტექტორმა მიქელე დე ლუკმა შექმნა. პრეზიდენტმა თანამედროვე თბილისის კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ჩქაროსტული მაგისტრალის მშენებლობას დაათვალიერა. დედაქალაქის ახალი და მიმდინარე პროექტები ნახეთ ლაშა მიქაძის სიუჟეტში. მშვიდობის ხიდი მტკვარზე უკვე გადებულია. ტალღის ფორმის ნაგებობა ფართე სახურავით, რკინის სვეტებით, ულტრათანამედროვე განათებით, ოვალური და ოთხკუთხედი მინებით. 156 მეტრიანი ლითონის კონსტრუქცია არქიტექტურულ ავანგარდად უკვე შეფასდა. მშვიდობის ხიდის შესაძლოა თანამედროვე თბილისის სიმბოლოდ იქცეს. სპეციალისტები 760 ტონიან ნაგებობაზე 6 თვე მუშაობდნენ. რკინისა და მინის დეტალებით აშენებულ ხიდს სიმბოლური დატვირთვაც აქვს. ხიდის შინაარსობრივი დატვირთვით და თანამედროვე კონცეფციით მსოფლიოში ცნობილმა არქიტექტორმა შექმნა. იტალიელი მიკელე დე ლუკი უკვე საქართველოს მოქალაქეა და დედაქალაქის იერსახეზე ზრუნავს. ეს შესაძლებელი გახდა თქვენი პრეზიდენტის ნებისა და უნარის გამო. იგი ჩემი პრეზიდენტის გახლავთ. მას ამოძრავებს უჩვეულო ხედვა, რაც საქართველოს თანამედროვე არქიტექტურისთვის ერთ-ერთ ყველაზე წამყვან ქვეყნად წარმოაჩენს. მე ამაყი ვარ ვიყო იმ ხალხის რიცხვში, რომლებსაც წვლილი შეაქვთ ასეთ განსაკუთრებულ გამოცდილებაში. ეს ჭეშმარიტად არის ახალი ქართული აღორძინება, რენესანსი, არნახული და არ გაგონილი ამ რეგიონისათვის. მშვიდობის ხიდის იდეის ავტორი საქართველოს პრეზიდენტია. ნაგებობის გახსნამდე ბოლო დეტალები მიხეილ სააკაშვილმა გიგი უგულავასთან ერთად დააზუსტა. საფეხმავლო ხიდი მაისში გაიხსნება, მანამდე კი კონსტრუქცია სპეციალური ტექნიკით მტკვარზე უნდა გადაიჭიმოს. ხიდი ძველი თბილისის ორ ისტორიულ უბანს ერთმანეთთან დააკავშირებს. ჩვენ სიმბოლურად ვხსნით ხიდს, როგორც ხიდს არა მხოლოდ მტკვრის ორ სანაპიროს შორის, არამედ ხიდს საქართველოს წარსულიდან საქართველოს უკეთეს მომავალში. ხიდს თაობებს შორის. ხიდს, რომელსაც ვერაფერი ვერ ჩატეხავს და ვერაფერი ვერ ჩაანგრევს. ხიდს, რომელიც ასევე განასახიერებს იმას, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მმართველობის კონცეფციაში და სტილში. ეს არის გამჭირვალეობა, ეს არის მობილურობა, ეს არის მიზანმიმართულობა, ეს არის ის რაც ეს არის თანამედროვეობა, ეს არის ის რაც ყველაზე მეტად შეესაბამება თანამედროვე ეპოქას. უინსტონ ჩერჩილმა, ყველაზე დიდმა მოაზროვე მე-20 საუკუნის პოლიტიკურმა ერთხელ თქვა: ჯერ ჩვენ ვაყალიბებთ ჩვენ შენობებს და შემდეგ ჩვენი შენობები გვაყალიბებენ ჩვენ. ამიტომ ის რაც თქვა მიქელე დე ლუკიმ, რომ მართლა დღეს მთელი საქართველო არის სამშენებლო მოედანი. მართლა ჩვენ იქნება ახალი ქართული არქიტექტურა და მინდა ხაზი გაუსვა, რომ ეს არ არის არავის მიბაძვით გაკეთებული, არავის გადმოღებული და მოპარული, თუმცა რა თქმა უნდა ჩვენ ამ ცივილიზაციის ნაწილი ვართ და საუკეთესო მიღწევებს ვიმეორებთ. ხიდის ოფიციალური გახსნის ცერემონია თბილისში ახალი გზის დასრულებას დაემთხვევა. 2800 მეტრიანი ჩქაროსნული მაგისტრალი საბურთალოს ვაკესთან დააკავშირებს. თავისუფალი მოძრაობა შუქრიშნების გარეშე მძღოლების დროს და ნერვებს დაზოგავს. გმირთა მოედნიდან თამარაშვილის ქუჩაზე გადაადგილებას მხოლოდ 3 წუთი დაჭირდება. იქნება თუ არა ამის დამთავრების შემდეგ საცობი ან ვაკეში მანდ და ან სპექტიზე საბურთალოს. რა ეტაპზეა და როგორ მიმდინარეობს მშენებლობა? ესტაკადის პროექტს მიხეილ სააკაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გადახედა. მუშებს გაესაუბრა და ის დრო გაიხსენა, როდესაც პროექტს აკრიტიკებდნენ. გადაღამე ვასწორებთ, მუშაობთ, რაც ძალიდაღონე გვაქვს არ ვიშურებთ რა. თავარია რომ აი რა არის. შედეგსაც ხედავთ რომ თავის დროზე გვინდა რომ ჩავაბაროთ რა და მომავალში კიდე უკეთეს პროექტები თუ იქნება, ჩვენთვისაც კარგია. რაც რომ მეც გავაკეთოთ მის პროექტს. და მართალია თოპი გესროლეს იქ პოზიციიდან. კი. რაც ესენი ლანძღეს, თავზე წყალს ასხავდნენ, თოპი ესროლეს ღამე. ინციდენტი. გეგოლება ესე იგი ის რა ქვია ვიღაც ტრის კოლონა შემოსული ამ ხეობაში. ზოგიერთის ახმა მართლა ხალხი რა თქმა უნდა ყვაყოფილია, მაგრამ 400 კაცი მუშაობს ერთდროულად. ჯერ რაც ტელევიზიით მე გინება ვისმინე ამ ესტაკადის. 1-3 კვირა. აწმარდებიან თვის. ახალ პარკსაც აყოლებთ ხო ამას? კი, აი ესე იგი ხეები მოჭრეს, ამ იგი პარკი დიდდება. ესე იგი წყალს ასხავდნენ, აგინებდნენ. ბოლოს თოპი ესროლეს. და მაინც გავიყვანეთ და გავიყვანთ ბოლომდე და გვაგინეთ და გვესროლეთ რამდენიც გინდა. ამ ესტაკადას ამ თვის ბოლოს ვასწავლეთ.
უკვე 26 ბეტონის დაგებას გზაზე ვისხდით. ხო. ასე რომ ვისაც ძილი დაუთხეთ, მალე მორჩება და მე ყველაფერი წყნარად. მე შეგვაქებენ, ყველა შემთხვევაში გამოვლენ ამ ადგილას. ორდონიანი მაგისტრალი უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ტექნიკით შენდება. გმირთა მოედანზე 520 მეტრიანი ესტაკადა, მდინარე ვერეზე კი 5 გადასასვლელი ხიდი გაკეთდება. ჩქაროსნულ მაგისტრალს საფუძველი გასული წლის ზაფხულში თბილისის მერმა ჩაუყარა. ინფრასტრუქტურის განვითარება ნიშნავს უფრო კომფორტულ გადაადგილებას თბილისელებისთვის. ეს პირველ რიგში მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თბილისი გახდეს ინვესტიციებისთვის ბევრად უფრო მიმზიდველი, ვიდრე აქამდე იყო და შესაბამისად ნებისმიერი ინვესტიციის ზრდა ნიშნავს დასაქმებას, რაც საბოლოო ჯამში ყველაზე მტკივნეული პრობლემაა ჩვენი ქალაქისთვის. ახალი გზით მხოლოდ მძღოლები არ ისარგებლებენ. ფეხით მოსიარულეთათვის გადასასვლელი ბილიკები გაკეთდება. ტერიტორია გამწვანდება და როგორც პრეზიდენტმა დღეს თქვა, დედაქალაქს ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის მსგავსი სარეკრეაციო ზონა ექნება. პრეზიდენტი დღეს აღმაშენებლის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებსაც გაეცნო. თბილისის ძველობაში 70 შენობა ისტორიულ იერსახეს დაიბრუნებს, იცვლება ფასადების სახურავი და მაგრდება საძირკველი. პირველი ეტაპის აღსრულების შემდეგ მიწისქვეშა და მიწის ზედა სამუშაოები დაიწყება, გამოიცვლება საკანალიზაციო სისტემა, დაიგება ასფალტი, დამონტაჟდება თანამედროვე გარეგანათება, მოხდება ტერიტორიის გამწვანება და მოეწყობა სამი სკვერის რეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე. ძველი უბანი არქეოლოგებმა, გეოლოგებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა შეისწავლეს აღმაშენებლის გამზირზე. ისული სააკაშვილი ერთ-ერთ ხარაჩოზე წავიდა. პრეზიდენტმა განსაკუთრებული მადლობა ქალაქის მერის მოადგილეს დავით დინიძეს გადაუხადა. საფუძველია ჩვენ ტელეკომუნიკაციებს ჩვენ ზოგიერთ შენობა ახლა შენდება მეტი რა გონდა ახალი შენობის აშენება ბევრად რთულია ვიდრე ამის გაკეთება რა თქმა უნდა. მინდა ვთქვა რომ დათო არის მართლა სული და გული ამის ნინიძე და გუშინ და ამ ჯგუფის ხელმძღვანელი თბილისის, სიღნაღის, ბათუმის, ქუთაისის, არ ვიცი, ერთი კაცი რამდენს უნდა იყოს, თან იმასთან ერთად როცა ქალაქის ვიცე-პრემიერიც არის. გუშინ ქონდა პატივი რომ დავაჯილდოთ ის წინვალების ორდენით, ასე რომ აქედან ის ცნობილი იქნება უკვე როგორც დავით წინვალე. თბილისის და სხვა ქალაქების აღშენებელი. მე მგონი უფრო იუმორში იყო ნათქვამი. მთავარია რომ შეფასება ჩვენი შვილების და მომავალი თაობის იყოს, რომ რაღაც ჩვენი მოღვაწეობის დროს კარგი გაგვეკეთებია. ერთი ვიცი რომ ამ შენობებს და ამ უბნებს და ზოგიერთ სხვა ქალაქს და ბევრ ეკლესიას ჩვენ შვილებს და შვილიშვილებს საფუძვლიანად გადაურჩენთ და დავახვედრებთ კარგ მდგომარეობაში. ძველ შენობებს უბრუნდება თავიანთი პირვანდელი სახე. აღდგენით. ეხლა რო ჩავიარი და ვნახე ის სურათები, ძველი ქალაქი როგორ უნდა გაცოცხლდეს.